საღამოშვიდობის ანა მივესალმები კომპანია პირველის მაყურებელს. Რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ვიდეოების არც ჩაწერა ხდება შემთხვევით, არც იმ მესეჯ ბოქსის გაჟღერება, რაც ცოტნე ივანიშვილმა გააჟღერა. ეს თავიდან ბოლომდე იყო თეატრალური წარმოდგენა, სადაც როლები იყო განაწილებული, მათ შორის კითხვები და პასუხი, რაც უნდა ეთქვა ცოტნე ივანიშვილს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. ცოტნე ივანიშვილი ხა არის ადამიანი, რომელსაც ეს წარსული ტვირთები არ მოყვება. ბიძინა ივანიშვილს რომ ეთქვა იგივე რა თქმა უნდა ეს უფრო ბევრად პრობლემური იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილმა თავის შვილის პირით გვითხრა, რომ მე არაფერ შუაში ვარ და კიდევ ერთი ტრიუკი შემოსთავაზა საზოგადოებას, თითქოს მას არ ეხება ის, რაც ხდებოდა 2024-25 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება ამ სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი შეტანის საფუძველი არ არსებობდეს, მაშინ როდესაც უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები, მსახიობები, მასწავლებლები, ქალები ციხეში სხედან და პირდაპირ ფორმით არიან მსხვერპლი იმ ძალადობრივი აქტების, რომელიც განახორციელა მათ შორის ივანიშვილის ხელდასმით იმ ჯგუფმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაში ფორმალურ პოზიციებზეა, ხო? ფაქტობრივად რა გითხრა დღეს ივანიშვილმა თავის შვილის ხელით თუ გუშინ, უბრალოდ გუშინ წინ, როდესაც ეს იყო, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. და ეს არის მისი ქცევის მოდელი, ეს ამ მატრიცაშია ცხოვრობს ის თავის იმ სახელმწიფო გუნდს. ხალხთან საზოგადოებასთან ძალიან კარგად ესმის რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა იმ 2024-25 წლების განმავლობაში, როდესაც იძალა და პირდაპირ ფორმით ახალგაზრდებზე, ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პროტესტს გამოხატავდნენ რისთვის, ხო? დღეს ძალადობის ეს მოდული შეიცვალა რამით? ტროტუარზე არ აჯარიმებენ, არ იჭერენ ადამიანებს, ციხეში არ მიყავთ, რამე შეიცვალა? მოძალადე დაისაჯა? ერთი მხრივ ერთია რას ამბობს სიტყვას, მაგრამ ქმედება რა მოსდევს, ხო? დღეს ხო ჩვენ გვეუბნება, რომ ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა მე არ მაქვს, ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა ესე არ უნდა მომხდარიყო. როგორ უნდა მომხდარიყო? მისი ხელდასმის გარეშე მოხდა ეს ყველაფერი, კობახიძის პასუხისმგებლობაა, მხოლოდ გომელაურის პასუხისმგებლობაა, ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობაა. ფაქტობრივად ამას გვეუბნება, ხო? ამაზე ვსაუბრობდი ყოველთვის, რომ მისი მატრიცა ესეთია ყოველთვის. ფორმალურ პოზიციებს არ იკავებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ის ყოველთვის იპოვის ადამიანს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას აღკიდებს და მე ამ ტვირთებისგან გათავისუფლებას ცდილობს რა, ცოდვა აკიდე. ეხლა ძველ ამბავს ვუბრუნდები და რეპლიკასავით თვითონ არ მინდა რომ შორს წავიდეთ ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ 20 ივნისს თუ შეიძლებოდა ყოფილიყო მარტო გახარიას პასუხისმგებლობა, რატომ არ შეიძლებოდა ეს მოვლენები მარტო გომელაურის ან კობახიძის პასუხისმგებლობა ყოფილიყო და არა ივანიშვილის? 20 ივნისზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ 2020 წლამდე ეს ქვეყანა სხვა ქცევის მოდელი და სხვა მართლობითი სტილით ხასიათდება 2020 წლის შემდეგ არის რადიკალურად განსხვავებული, რომ შევადაროთ 2020 წლის მერე ამ ქვეყანაში საგარეო პოლიტიკური კურსი ფაქტობრივად ჩამონგრეულია, გაჩერებულია, პარტნიორების გინება პირდაპირ ფორმით დაწყებული, ფაქტობრივად სანქციებისთვის გვერდისავლით გამოიყენება ომის პირობებში ეს ქვეყანა, კორუფცია არის აი მწვერვალებზე ასული, აი ამ პირობებში შევადაროთ ხა 2020 წლამდე არსებული მოდელი მართვის დღევანდელ მოდელს ვფიქრობ არ არის რელევანტური იქნება. კი ბატონო, ამაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ჩვენ რომ ვიგამართოთ ბერდი, ამიტომ გადავიდეთ სხვა მიმდინარე ამბებზე. მოკლედ, უნგრეთის შემდეგ, ორბანის დამარცხების შემდეგ, ქვეყნის შიგნით, არ ვიცი, სოციალურ სივრცეში თუ სატელევიზიო სივრცეში აქტიურად მიდის მსჯელობა, რა უნდა გვაჩვენოს, მოკლედ, როგორ დამარცხდა ორბანი ამან, მადიარის კამპანიამ, როგორ მოახერხა ორბანის 16 წლიანი მმართველობის შემდეგ მისი დამარცხება. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ხედავთ თუ არა რაიმე ტიპის პარალელებს ან განსხვავებას? არის თუ არა ჩვენთანაც იგივე სიტუაცია, როგორც ეს იყო უნგრეთში და მთავარი, იქ როგორ მოხერხდა თქვენი თვალით ორბანის დამარცხება, რომელიც ასევე ძალიან ჩაბღაუჭებული იყო ძალაუფლებას, როგორც ივანიშვილი და აქ როგორ არის ეს მოხერხებადი? სხვადასხვა ამის მერე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ძალიან ბოიკოტისტებად იყვნენ ცნობილები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, ახლა უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ არჩევნების ჯერა და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის, ანუ ბევრში რაღაცეების შეცვალა ამ უნგრეთის ამბავმაც. ხო, სიმართლე გითხრა, ანა, საზოგადოებაც დაიღალა ერთი და იგივე რაღაცა მოდელების გამეორებით, ეხა მადიარიზაცია და მადიარი და სულ საუბრობენ ამაზე დაუსრულებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ქართული მოდელი და სტანდარტულ ავტოკრატიებში რა თქმა უნდა არჩევნების გზითაც იცვლება ხელისუფლება. ეხლა უნგრეთის დაპარალელება საქართველოსთან მიმართებით არ იქნება სწორედ ამ მარტივი მიზეზის გამო. რა თქმა უნდა რაღაცები მისაღებია, რაღაცები ბუნებრივია განსხვავებული, იმიტომ რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, უნგრეთს ოკუპირებული არ აქვს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ნატოს უსაფრთხოების კოლგის ქვეშ არის. ამიტომ ზუსტი პარალელების გავლება რა თქმა უნდა არის არასწორი, მაგრამ რასაც გვაჩვენებს ასეთ ტიპის მოდელები, ეხლა ორბანის ძალაუფლება
შესაძლებაც კონცენტრირებული იყო ხო 16 წლის განმავლობაში ეს ადამიანი თავის ავტოკრატიული მართვის მექანიზმს აშენებდა მათ შორის მედიების ხელშეჩაგდების თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეჩაგდების თვალსაზრისით. ესეც კი შეიცვალა კონკრეტულ შემთხვევაში არჩევნების გზით. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყოველთვის ვიძახდით, რომ ალტერნატივა არ აქვს არჩევნებს. არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას. ოღონდ ეს გზა გრძელი გზაა, რთული გზაა, საშრომი გზაა. ამიტომ ოპოზიციის რაღაც ნაწილს ურჩევნია რაღაც მოკლე ლოზუნგებით, 4 ოქტომბრების დაანონსებით, ასე შემდეგ მარტივი გზით იაროს ხელისუფლების შესაძლებლად, მაგრამ ეს გზა უკვე გაცვეთილი გზაა, ეს გზა მიუღებელი გზაა. ეს ამ გზას უარი უთხრა უკვე საქართველოს მე ესე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ეხა საუბრობდნენ იმაზე, საკუთარ შეცდომებს უსწორებდნენ თვალს, საუბრობდნენ იმაზე, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო და არჩევნების გზით სიარული არის საჭირო. ამას კი არ აკეთებენ. ხო, არჩევნების გზით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამას ვამბობდით ჩვენ, ასე იძახიან. ოღონდ შეცდომა რო იყო 2025 წლის ოქტომბერში, რაც გააკეთეს არჩევნების ბოიკოტის გზით და პირდაპირ ფორმით 4 ოქტომბრის რაღაცა ფეიქ რევოლუციის დაანონსებით არჩევნების იდეას დაუპირისპირდნენ პირდაპირ ფორმით. ამასთან დაკავშირებით თუ არ იტყვიან, რომ ეს არასწორი იყო, არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში. ამიტომ აი ეს არის მნიშვნელოვანი, ეს გზა გვაქვს გასავლელი. ყველა პოლიტიკურ გუნდს აქვს თავის შეცდომა დაშვებული, მაგრამ ადამიანები, რომლებიც აი ფეიქ რევოლუციით უპირისპირდებოდნენ არჩევნების იდეას, დღეს საერთოდ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ამ ყველაფერზე და იძახენ, ხო, ჩვენ როდის ვიძახდით, რომ არჩევნების გზით არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. თქვენ გახსოვთ, ხო, ნაცმოძრაობის წევრების და ვერ შემდგარი რევოლუციონერების რაღაცა რევკომი როგორ აცხადებდა, რომ 4 ოქტომბერს გამოდით, ჩვენ სასეირნოდ არავის გეპატიჟებით, ეს ჩვეულებრივი აქცია არ არის. და ნუ რა ვიცი, ადამიანები პრეზიდენტებად აცხადებდა ზოგიერთი თავს და იძახდა, რომ არჩევნებში მისვლას რა აზრი აქვს და ეს ოპოზიცია საჩედის, ეს ოპოზიციის ნაწილი აი ამ არჩევნებში აი ესეთი განცხადებები კეთდებოდა და დღეს პასუხისმგებლობა ამაზე არავინ 4 ოქტომბრის თემაც არის ტაბუდადებული. ანა როგორ შეიძლება ან უნდა იყოს 4 ოქტომბრის თემა ტაბუდადებული, როცა არ ვიცით რა მოხდა რეალურად, იმიტომ რომ ეს დაიდგა სუსის შესაბამის შენობაში და კაბინეტებში და ოცნების ესე რომ ვთქვა წახალისები და პროვოკაციით, ხო? რატო არ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემული არიან, რევკომის წევრები, რევოლუციური კომიტეტის წევრები, რომლებიც გვიანონსებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებოდა და დამთავრდებოდა. ეს ყველაფერი ამის ტაბუდადება არ შეიძლება. ჩვენ თუ ღიად არ ვილაპარაკეთ, რა მოხდა 4 ოქტომბერს, რისკენ იყო დამიზნებული ეს ყველაფერი, არაფერი არ გამოვა. ოპოზიციის ეს ნაწილი არის ბურიდანის ვირის მდგომარეობაში. ეს არის მდგომარეობა რომელიც ხედავს ორ იდენტურ თივის ზვინს და შიმშილით კვდება, იმიტომ რომ ვერ არჩია რომ ზვინთან მივიდეს და მოდი ჩამოყალიბდეს ეს ოპოზიციის ნაწილი. არჩევნებია სწორი გზა და არ სწორი იყო ის რაც აკეთეს, თუ რეალურად რაღაც შერეული გზით მიდიან და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ პოლიტიკური შიმშილისთვის და პოლიტიკური სიკვდილისთვის განწყობილები არიან. ამიტომ ჩვენი გზა ყოველთვის უნდა იყოს თანმიმდევრული გზა. წარსული შეცდომების თვალის გასწორება არის გამოსავალი. ვლაცლავ ჰაველს აქვს თავის ძალიან ცნობილ ესეში ძალა უძალოთა, როგორ მუშაობს ტოტალიტარული რეჟიმი. ტოტალიტარული რეჟიმი ემხობა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ტყუილში ცხოვრებაზე ამბობენ უარს. ეს მომენტი აუცილებლად დადგება. ყველა ავტოკრატს დაუდგება ეს მომენტი, როდესაც მე თქვენ ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან, ამ ტყუილზე იტყვიან უარს. ამ მომენტს უნდა დავალოდოთ ჩვენ. კი ბატონო, ბერდია, 2024 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ თქვენმა გუნდმაც ბოიკოტის რეჟიმი აირჩია და მანდატებიც ჩახსენით, ეს მაშინ რაღაცა ტენდენციას აყევით, ტრენდს თუ რა იყო მაშინ, იმიტომ რომ დღევანდელი გადმოსახედი და როგორც ხვდები, ამას როგორც შეცდომას ისე უყურებ, არა მარტო დღევანდელი, თუ შემდეგ ნაბიჯებსაც გადავხედავთ, ხომ? შემდეგ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობას და პარლამენტში შებრძანდა თქვენი პარტია. ხო, ანა, მოდი ორ ნაწილად გავყოთ. ჩვენ არც ერთ ტრენდს არ აყოლილვართ აქედან და. აბა რა იყო ამ მომრჩევლის დაკვეთას? ჩვენ ანუ მანდატები ჩავხსენით, როდი ჩავხსენით? ხო, ბოდი შემეშა. გავსი რაღაც არ გეკეთები. ეს ერთი. ჩვენი ძალა იყო ეს, რომ ჩვენ ტრენდებს არ ავყვებოდით და არც ერთი სხვა ოპოზიციის სისულელეს, რომლებიც გახსოვთ ხო, რომ გავიხსენოთ რა სიგიჟეები აკეთეს ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომ პირველი სხდომა ვერ შედგებაო პარლამენტისო, თუ ჩვენ მივმართეთო ცესკოსო, მანამდე დავასწარეთო პირველი სხდომის გამართვამდეო, ვერ შედგებაო რა. ტოპ-ტვინები ისხდნენ აქ დიდი პოლიტიკოსები და რა ვიცი საუბრობდნენ, როგორი სტრატეგია უნდა ქონოდა ოპოზიციას. ჯერ ხო ეს სისულელე გააკეთეს რამდენიმეს, რომელსაც აყვნენ ამ ყველაფერში. მერე იძახდნენ, რომ არა საერთაშორისო აღიარება არ ექნებაო და მართლა ლეგიტიმაც კოჭრილი ლეგიტიმაციით არის და ეს იმის დამსახურება რომ მაშინ არ შევედი ამ პარლამენტსო და ფაქტობრივად გადაწყვეტილება უუნარო იქნებაო, კანონებს ვერ მიიღებენო, ადმინისტრებას ვერ განახორციელებენო. მერე იძახდნენ, რომ კომისიაზე არ უნდა მივიდეთო, მერე იძახდნენ, რომ გირაო არ უნდა გადავიხადოთო, მერე გირაო გადაიხადეს, მერე ახლა კომისიაზე რომ დაუძახოდო, კიდე ერთი კომისია დარწმუნებული ვარ ყველა მივიდა იმ კომისიაზე. აი ეს იყო სისულელეების მთელი კასკადი, რომელიც ოპოზიციამ აკეთა და ჩვენ ყველა ამ გზას გავევლიდი ისევ. მათ შორის იმ ნაწილში, რომ
ადამიანებისთვის დაგვენახებინა, რომ არ შესვლა ბოიკოტის გზით იყო იმ შედეგების მომტანი, რა შედეგებიც მოუტანა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლდეს, სხვის შეცდომაზეც უნდა ისწავლოს, წარსული მაგალითები უნდა იცოდე, საკუთარ შეცდომებსაც უნდა გაუსწორო თვალი და ჩვენ არასდროს ავყოლილ ვართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემოთავაზებულ დღისას. ჩვენ დღისას ჩვენ რო არ ჩავხსენით საპარლამენტო სია, ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ მანევრის შესაძლებლობა დავიტოვოს. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა არ დაიტოვოს? ხო, ეს წარმოუდგენელი სიგიჟეა და 4 ოქტომბერს იყო გვირგვინი. ესაც პროდუქტიულია თქვენი ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში. ეს სტატისტიკურად გამოიხატება და ძალიან მარტივ ციფრები შემიძლია გითხრათ. დაახლოებით 90-100 მილიონს მიაღწია უკვე ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩვენი პარტიის გვერდის ნახვამ. იმიტომ რომ სოციალურ თემატიკაზე ვსაუბრობ, ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე ვსაუბრობ. მათ შორის თქვენ პარლამენტში ყოფნა რამდენად პროდუქტიულია? ეს ამით იზომება, მაგრამ საბოლოო გაზომვის ესე რომ ვთქვათ ინდიკატორი არის არჩევნები, ხო? ამას არჩევნებზე ვნახავთ, მაგრამ ის რომ ეს გზა არის აპრიორი სწორი, რომ ბოიკოტის გზა და არაფრის მომცემი გზა, რომელსაც შიხში შეიყვანა პოლიტიკური პროცესი. 4 ოქტომბერს წარმოიდგენია ან არა გააკეთეს ოპოზიციამ. დღეს საუბრობენ არჩევნებში თეორიულად უშვებენ შესაძლებლობას და პარტიული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დაანგრიეს. საკუთარი ადამიანები, საკუთარი თანაპარტიელები უსახსროდ უყველაფროდ საკრებულოების გარეშე დატოვეს, რომლებსაც მოჭიდების წერტილები აქვთ ხო მოსახლეობას და ზოგიერთი პოლონეთში მიდის სამუშაოდ, ზოგიერთი თურქეთში, იმიტომ რომ სახსრის გარეშე დატოვეს, იმიტომ რომ ეგონათ რომ ფეიქ რევოლუცია შედგებოდა 4 ოქტომბერზე და რაღაცა მოხდებოდა სასწაული და ციდან დაეცემოდა გამარჯვება თავზე ნაცმოძრაობას ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს. ხო, არ მოხდა ესე რეალურად. ხო, ეს დღეს უფრო სუსტ მდგომარეობაში ოპოზიცია ვიდრე მანამდე იყო, იმიტომ რომ პარტიული უჯრედი რეგიონებში ფაქტობრივად ოპოზიციის ამ ნაწილს არ აქვს. ჩვენც დაგვაზიანეს მათ შორის აი ამ დამიზნებული არჩევნებზე 4 ოქტომბრის ფეიქ რევოლუციით, ხო? ჩვენც დაგვაზიანეს, ყველაფერი დააზიანეს. დღეს ბევრად უფრო სუსტ მდგომარეობაში ოპოზიცია არჩევნების შესასვლელად ვიდრე იქნებოდა 2025 წელს. როცა უნიკალური შანსი იყო მათ შორის თბილისში მაჟორიტარული ოლქების მოგების და მათ შორის მერის არჩევნების მოგების, რომელიც სხვა დრაივი იქნებოდა პოლიტიკური პროცესის. აი ამ ყველაფერზე უარი თქვეთ, ოღონდ ხა არ უნდათ ამ ყველაფრის აღიარება, აი ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება არ უნდათ და ისე გვეუბნებიან, ხო, არჩევნებში უნდა შევიდეთ, მაგრამ არჩევნებამდე უნდა გავიმარჯვოთ. აი, ვინ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებამდე? აი ესეთი სიარულით ვერ მოხდება გამარჯვება, სანამ ხიად არ დავდებთ მაგიდაზე ყველა ბანკოს და არ ვიტყვით რა შეცდომები ვაღიარეთ, ვისთან იყვნენ გარიგებულები, რა რევოლუციას აწყობდნენ, არჩევნების წინააღმდეგ რატო გამოდიოდნენ. თუ ეს ყველაფერი არ ითქვა, არაფერი არ გამოვა. თქვენი ჩავარდნა რა იყო ამ პროცესში? უშეცდომო არა მგონია ყოფილიყო და რა თქმა უნდა, ჩვენ რესურსები ხო, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი შეცდომები, ჩვენი შეცდომები მათ შორის შეიძლება იყო, რომ დაგვიანებული რეაქცია და მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ვაბანკია და გაამართლებს თუ არ გაამართლებს, ამას საზოგადოება დაინახავს და ამის ინდიკაციები პირდაპირ დღეს არსებობს. ჩვენ რესურსები და ენერგია არ გვეყო იმის რომ დაგვერწმუნებინა ადამიანები რომ 4 ოქტომბრის ავანტიურა რომელიც ეწყობოდა იყო და ამაზე საუბრობდით, მაგრამ როგორც ჩანს ხმა არ გვეყო ამისი, იყო დამიზნებული არჩევნების წინააღმდეგ. აი ამის რესურსი არ გვეყო ჩვენ რომ ადამიანები ამაში დაგვერწმუნებინა, მაგრამ გადაბრუნებულ ურემზე ჩამს ხოლმე გზა და იმედი მაქვს საზოგადოებამ ახლა მაინც დაინახა, რომ ეს გზა არ არის გამარჯვების გზა, რასაც ოპოზიციის ეს ნაწილები თავაზობს. ბერდია, თქვენი პოლიტიკური გუნდი რომელი არჩევნებისთვის ემზადება? აი არჩევნებია ვახსენეთ და კი, ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ჯერ ერთი კონკრეტულად ასე არავინ არ ამბობს, რომ მაგალითად 2028-მდე თუ ასე მივჩოჩდით, ესე ვთქვათ, მიიღებენ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას და როდესაც ამ კითხვას ვსვამ, პასუხად ვიღებ ყოველთვის რაღაცა იდეალური არჩევნების მოდელს, რომ ივანიშვილი არჩევნებამდე მარცხდება და შემდეგ თავადვე ნიშნავს იმ კონკრეტულ დღეს, რომ რაღაცა დამარცხება გაიფორმოს, რომ ხო, რა ვიცი. ოპოზიცია მორიქსი გიჟეში იმედი არ შევა, ჩვენ ნებისმიერი არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების გზა არის კონსტიტუციური თვითონ აქტი, არჩევნებში მონაწილეობა არის პოლიტიკური აქტი. ეს გავაკეთეთ ჩვენ, მიუხედავად იმ შედეგისა, რაც 2025 წელს დაყალბების მასშტაბების მიუხედავად, მაინც მიგაჩნიათ ბერდია, რომ არსებობს შანსი, რომ არჩევნებით გადატეხოთ ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, არსებობს ანა შანსი, როგორ შეიძლება 24-ში მაშინ რატომ ვერ გეტყვით, ანუ ჩვენ არ ქონდა იმხელა უპირატესობა, რომ დაყალბების მექანიზმებისთვის მოგვერია, ანუ რეალურად უნგრულ მაგალითს რო ავიღებთ ჩვენ და საუბრობთ ხშირად მადიარის გამარჯვების რაღაცა ფორმულაზე, იქ აბსოლუტური უმრავლესობა იყო მათ შორის მომხრე, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო. 2012 წელს რა მოხდა? რეალურად აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე იყო, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო. 24-ში ესე იგი ეს განწყობა არ იყო?
2024-ში ეს როგორც ჩანს ეს განწყობა არ იყო. დააკეთა რაღაც. არ ვიცი მე რა არის, როგორ გაიზომება ეს ყველაფერი, მაგრამ მე გეუბნები დღეს რა ნაბიჯები გადადგა. 2024 წლის მერე ევროკავშირთან შეჩერებულია მოლაპარაკების პროცესი, ნაცემია ახალგაზრდობა, საუკეთესო ნაწილი მსახიობები, რა ვიცი, მასწავლებლები დამწყდეული ყავთ ციხეში, თავის სატუსაღოში და ფაქტობრივად რაღაცა ყვარყვარი თუთაბერის მდგომარეობაში მართავს ამ ქვეყანას ციხეებით და რაღაც გამოტენილი საჯელახსრულების სისტემით. ფაქტობრივად თავისი ამორჩევლის ხმაცარებს სოციალურ დაუცველებს ებრძვის. ანუ სიღარიბეს ებრძვის სოციალური დაუცველი ადამიანებისთვის სტატუსის მოხსნით. ავტომანქანებთან დაკავშირებით რა რეგულაციები შემოიღეს? რაღაც ფეიქ ბრძოლა, რაღაცა ინფლაციასთან და გაზრდილ ფასებთან. ეს ყველაფერი ტვირთია კორუფციასთან ფეიქ ბრძოლა, რომელიც შემოგთავაზა. ეს ყველაფერი ტვირთია და ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ეს ტვირთი ბუნებრივად ვერ მოწყდება მათ. აი ეს პასუხისმგებლობის ჩამოცილების რაც არ უნდა ცდელობა კონდეს ახლა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ვერ მოძრება ხო როგორ შეიძლება ახლა ვინმე დაიჯეროს რომ აი კორუფციული სკანდალების უკან მისი ხელდასმა არ იყო რომელიც უშუალოდ მართველია და პასუხისმგებელი მთელ პოლიტიკურ პროცესზე ან საგარეო კურსი მხოლოდ თითქოს კობახიძემ შეაჩერა ან ახალგაზრდები თითქოს ვიღაცის გვერდისავლით მოხდა ამ ახალგაზრდებზე ძალადობა მე ამ ახალგაზრდების ციხეებში გამოკეტვა და ასე შემდეგ ეს არის მოცემულობა რაც არის აი ამ ტვირთებით ხელისუფლება ვერც ვერივლის დიდხანს ყველას ბეზრდება ხელისუფლება მათ შორის საკუთარ ამომრჩეველსაც ამიტომ ჩვენი გზალა რა არის ანუ მე ხშირად არ დავდივარ ეთერში იმიტომ რომ რაღაცა გვერდიდან რო უყურებ საკუთარ თავს ხშირად რაღაცა ექსპერტული მოსაზრებების წარმოდგენ ადამიანებად უყურებ მათ შორის პოლიტიკოსების რაღაცა ნაწილს და ეს რა თქმა უნდა მოქმედებას მოითხოვს შენგან ადამიანი და ერთ და იგივეზე საუბარი მაგრამ ამ ერთსა და იმავე საუბარსაც აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ერთადერთი არის სიტყვა ისევე როგორც თქვენი თავისუფალი მედიის იარაღი არის სიტყვა შეუძლია რა თქმა უნდა გადაატრიალოს ბევრი ადამიანის მათ შორის იმ ადამიანების გონებაში ის რაღაცა ყალბი ნარატივები და პოსტულატები რომელსაც უნერგავს ხო ხელისუფლება ომიში და ამიტომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ველაპარაკოთ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ერთსა და იგივეს საუბრობდით სხვა ადამიანებთან უნდა მიწვეთ პროტესტის პრობლემა რა არის დღეს რუსთაველის პროტესტი ჩაიკეტა შეიკუმშა ანუ ტრებად გამოვაცხადეთ ის ადამიანები რომლებიც განსხვავებულად ბატონო დადიხართ როცა შემიძლია დავდივარ ხოლმე და არ მაქვს ამის პრობლემა და არც არავის არ მერიდება თუმცა დღეს რუსთაველის გამზირზე რაც ხდება აი იგნორირება მათ შორის იმ ადამიანების რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ პროტესტში არიან ივანიშვილის წინააღმდეგ არიან მაგრამ განსხვავებულად ფიქრობენ მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების გზას ამ ადამიანებსაც მტრად აცხადებს ეს პროტესტის რაღაცა ნაწილი ეს არის ამ პროტესტის უბედურება არ ვიცი არ მახსოვს მაგრამ რამდენიმე კვირის მიყავე როგორც მახსოვს. კვირის. რამდენიმე კვირის. კი ბატონო, რაღაცა ჩაკეტილობა ახსენე ბერდია და თქვი რომ ხშირად თუ არ დავდივარო ეთერებში, გარედან რომ ვუყურებით, ცოტა ექსპერტებს დავემსგავსეთ უკვე პოლიტიკოსებს. კი, ეგრეა რეალობა, მაგრამ ახსენი რომ სიტყვის მასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო. ოღონდ არა მხოლოდ ეთერებიდან და სტუდიებიდან, არამედ უშუალო კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. კი ბატონო, თქვენ პერსონალურად არ გეხებათ, მაგრამ მათ შორის თქვენი კოლეგა პოლიტიკოსების მხრიდანაც ძალიან ბევრი პრეტენზია და კრიტიკა ისმის თქვენი პარტიის ლიდერზე და მივადექით თქვენი ინტერვიუს ჩემს საყვარელ ნაწილს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. გაქცეული ლიდერი, ასეც კი მოიხსენიებენ. ვინ მოიხსენიებს? თქვენი პარტიის ლიდერს, კონკრეტული პოლიტიკოსები არაერთ ეთერში ამ ფორმულირებით მოუხსენიებიათ, სწორედ გიორგი გახარია. მეც არაერთხელ მithქვამს თქვენს კოლეგებთანაც, რომ რაღაცა მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად არის? მინიმუმ ეს მაინტერესებს ხო გერმანიაში რა თავმოქვეყანა მიწის ალბათ გერმანიაში რომ არის თქვენთან რომ არის პირად კონტაქტზე და რაღაცა პარტიაში რომ შეიკრიბებით და ვიდეო კოლი რომ გაქვთ იქ რომ ჩაგერთვებათ ეს გასაგებია ვისაკ ეშიმში როგორც პოლიტიკოსი სად არის პოლიტიკოსი არის πολιτიკური პარტიის მართვის ავანსცენაზე და მათ შორის თავში იმიტომ რომ საჯარო სივრცეში არ ჩანს ბერდი ყველა განცხადებების დონეზე რა ვიცი ტელეეთერები იმიტომ რომ რადგან ქვეყანაში არ არის ფიზიკურად აბა სხვაგან შეიძლება მასთან კომუნიკაცია მაგალითად მხოლოდ ეს არის მაგალითად ტელე პიროზე ჩართვა რაღაც 9-იანში ან 10-იანში ეს არის პოლიტიკოსის როლი აუცილებლად არა რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცაზე პოზიცია დააფიქსიროს რაზე არაფიქს რა ვიცი იქ დაფოლოვებული რა ყველაფერზე რა ვიცი ბოლოს შეგიძლია შეხვიდეთ და შევედი და პატრიარქი რო გარდაიცვალა სამთვარი არა მას მე ძალიან ბევრი თვითი აქვს დაწერილი შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ მაგრამ ტვიტერზე ვსაუბრობ ჩვენ ანუ მისმა ამომრჩეველმა პლატფორმა X-ზე და ტვიტერზე ეძებოს გიორგი გახარიას პოზიცია ბერდია ვისაც აინტერესებს მოძებნის რა შეეხება ასეთი ურთიერთობა უნდა იყოს და ასეთი დისტანცია რომ თუ მაინტერესებენ მომძებნიან თქვენ თუ ასეთი
მოთხოვნა გააქვს გიორგი ახარიას კონკრეტულ შემთხვევაში პოზიციონერების მიმართ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით მისი პოლიტიკური პარტია აჟღერებს ამ პოზიციებს. აუცილებლად ვიზუალური აღქმა თუ გინდათ ახლა გიორგი ახარიას ზუსტად ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო და საერთოდ კი არ ბაკნინება არავის, მაგრამ საერთოდ პოლიტიკური ზონაა, ხომ ხა ბერტია. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც გაქცეულს ეძახის მას და თვითონ ჯერ თავისინებით ჩაჯდნენ იქ იმაში ციხეში. მერე გამოვიდნენ, მერე გირაო გადაიხადეს და ეხა რაღაცა ნაწილი კიდე როგორ გარიგებაშია ივანიშვილთან არ მინდა ეხა ამაზე საუბარი. რა ვის გულისხმობ? ძალიან ბევრს რომლებიც წაგდებული აქვთ ენები ზედმეტად და აუცილებლად დადგება მათი პასუხისგების დრო პოლიტიკურ. ეხა დავასრულებ. დავასრულებ ერთი წამი. ბერტია, რატო უფრთხილდები? არავის არ უფრთხილდები. უბრალოდ უპასუხისმგებლო განცხადება. მე ჩემს ინტერესში შედის. თქვენ მითხარით, რომელზეც ლაპარაკობ. თქვენ მითხარით, რომელზეც ვინ ეძახის გაქცეულს გიორგი ახარიას. ნუ მოიხსენია ეს ხა პირდაპირ კონკრეტული აი მითხარით და მაგის მერე გეტყვით. ეხლა რა შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ამას წინათ უყურებდი რაღაცა ეთერს, სადაც ფედერალისტების წარმომადგენელი იყო. აი საერთოდ არ მაინტერესებს. და ის ეს ტერმინი ახსენა, უბრალოდ ესე მოიხსენია და გამახსენდა. არ მიჩნევს მე თქვენგან განსხვავებით, მაგრამ თქვენ რატომ უფრთხილდებით? დავასრულებ. ვინმე ივანიშვილთან გარიგებულია. არ მაინტერესებს. ფედერალისტები არ მაინტერესებს საერთოდ. ზოგადად, დავასრულებ. ამ უყურეთ ერთი საკითხიდან გადახვედით მეორე საკითხზე და არ გაინტერესებთ კითხვაზე პასუხი, რაც დამისვით? გერმანიაში გავიქცე. არა, დამარტივად. უყურეთ, ეს არის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი. როდის გამოუჩნდები? მე ეს არის ჩემი გადასაწყობი, ჩემი პოლიტიკური ძალის გადასაწყობი. მესმის ცხოველური ინტერესი შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რატო არ ჩანს გიორგი ახარია, მაგრამ 2021 წლიდან 2023 წლამდე, აი რომ ახსოვს თქვენთან ეთერშიც რომ ყოფილა, ზუსტად ესე დაგისვამთ შეკითხვები, სად არის გახარია, ხომ არ წავიდა პოლიტიკიდან გახარია, ხომ არ დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა? არა, იკითხოთ, მაგრამ გამოჩნდა ადამიანი და პოლიტიკურ პროცესში შევიდა, ხო? 2023 წელს. მთელი 2 წლის განმავლობაში სვამდით ამ შეკითხვას. ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი. გიორგი ახარია არასდროს არ გამქრალა, პოლიტიკაში არის აქტიურად ჩართული, მისი პარტია პოზიციონერებს საკანონმდებლო ორგანოშიც, საკრებულოებშიც, ეთერებშიც ვხედავთ აგერ. ხალხშიც ვართ, აი რა ვიცი, რისი დანაკლისი არსებობს, თუ უშუალოდ გიორგი ახარიას ვიზუალური აღქმის დანაკლისი არსებობს, ესეც შეიძლება ძალიან მალე. ბერტია, ეჭვი ხომ არ გეპარება, ეხლა ვინც კრიტიკულად რაღაცა ფიზიკურად გახარიას მონატრების ამბავი არ არის და არა, მესმის, მაგრამ ამაზე დავედით ხო საბოლოოდ. არა, ამამდე თქვენ დაიყვანეთ, თქვენ დაიყვანეთ, თორემ თავიდანვე გითხარით, გერმანიაში რომ არის და თქვენ რომ გეჩატავებათ, ეს გასაგებია ხო? არა, უყურეთ. ამომრჩეველ სადელაპარაკებაო და მიპასუხეთ ტვიტერზე წერსო და ამომრჩეველმა ტვიტერზე უნდა მოძებნოს გიორგი ახარიას პოზიცია? მეგით რომ ეს არის მისი პოლიტიკური სტრატეგია, ჩვენი პარტიის პოლიტიკური. და რაზეა სწორება ამ სტრატეგიას? კვირაში სამჯერო გისხედან პოლიტიკოსები და ბრწყელ ფრაზებით გელაპარაკებიან, პოლიტიკური პროცესი აადუღეს, გადაადუღეს თუ რა ქნეს თუ მასები დაძრეს თუ რა ქნეს, რა გააკეთეს. ჩვენი პარტიის წევრები გისხედან სამჯერ და მეჯერაც. მე ლიდერებს ვსაუბრობ ეხა ხო, რომლებიც მთავარი პოლიტიკური საყრდენია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და გიორგი ახარია არის შენ მთავარი პოლიტიკური საყრდენი რომ არის. ხო და რატო გაქვთ ეს მოთხოვნა? რატომ არის რაღაც აი ეს დისტანცირება ესე ვთქვა და არ არის დისტანცირება, ეს არის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რა თქმა უნდა. ხო არ შეიძლება ბუნებრივად კვირაში სამჯერ იჯდეს აქ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ლიდერივით და მოძღვრავდეს საზოგადოებას. არ არის სწორი. ერთმა ადამიანმა მომწერა ყოველდღე აქციას დავდივარ და საერთოდ არ მინახავ შენი რე. ხო, რამდენიმე კვირით მიყავი და ეხლა რა ვიცი, თუ უნდათ კიდევ მივაკითხავ და ვნახავ. რატო გაქვს ესეთი დამოკიდებულება? რატო აქვს ესეთი დამოკიდებულება? არ ვიცი, ალბათ მართლაც ყოველდღე შეიძლება არის აქციაზე და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ბევრი სახე დგას იქ, მაგალითად, უნახავთ ქეთიაბულაძე, არ უნახავთ. სხვები უნახავთ, არ უნახავთ. ძალიან ბევრი პარტიის წევრი დგას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მტრად გვაცხადებენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებისთვის კი არ დგანან ჩვენი მხარდამჭერები იქ. იმისთვის დგანან, რომ ის საპროტესტო ალამი არ ჩამოწიონ და ითხოვენ იმ უდანაშაულო ადამიანების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც დატყვევებული ყავს დღეს ივანიშვილს და ვიღაცის სანახავად კი არ დადიან ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრები და მე, რომ ვიღაცამ შემამჩნიოს და ტაში დამიკრას, ამისთვის კი არ დავდივარ. ამ პროტესტის პრობლემა არის ეს ზუსტად. აი ეს ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტრებად ყავთ ამ ადამიანებს გამოცხადებული და პროტესტს ისეთ უბედურებას ვერ დამართებდა ოცნება, რაც ამ ადამიანების რადიკალურმა ნაწილმა გააკეთა. რა ვიცი, Facebook ბაბლზე არის რაღაც 10-15 ადამიანი, რომლებიც აი რა ვიცი, ბილდ სიტყვაობის და რა ვიცი, რადიკალური მესიჯ ბოქსი და კორიანტელით ფაქტობრივად ამკობს იმ ადამიანებს,
რაღაც ხელისუფლებასთან მოთანამშრომლებს, ბიძინასთან მოთანამშრომლებს და 1000 ბინძურებს უგონებს და დაკავებულია ამით. იმის წინააღმდეგ ბრძოლით კი არა ივანიშვილის და ოცნების. აი იმ ადამიანების, რომლებიც განსხვავებულად ხედავენ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის მოცემულობა. ამიტომ ამ ადამიანთან კი არა მაქვს სამართლებელი თავი, როდის მნახა თუ არ მნახა. აბა გაიხედოს კარგად გარშემო და დაინახავს რეალურად რა პრობლემების წინაშე შეიძლება იდგეს ეს პროტესტი. იქაც რაღაც ტიპის აი კომუნიკაციაში არ შედიხართ ბერდი. აი იგივე აი ამაზე არ საუბრობთ, უბრალოდ მე გეთანხმებით სხვათა შორის იმ ნაწილში, რომ რაღაც თითქოს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკის ესე ვთქვათ ლექსიკონი და საერთოდ გაქრა ქართული ოცნების ამომრჩეველი და იმაშიც გეთანხმებით, რომ თუ სულ არა ძალიან ცოტას ელაპარაკებიან და ძალიან რთული წარმოსადგენია არის ხარდამჭერების გაზრდის გარეშე მოახერხო ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ხო ამ ნაწილში კი ბატონო აბსოლუტურად გეთანხმებით მაგრამ აი თქვენ რა სტრატეგია გაქვთ ამ კუთხით და იგივე თუნდაც იმ აქციაზე რომ მიდიხართ სადაც განცდა გრჩებათ რომ რაღაცა ჩაკეტილ სივრცეთ იქცა და სხვებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მტრებად უყურებენ იქ არ ელაპარაკებით ამაზე ადამიანებს არის რაღაცა ნაწილი ადამიანების რომელსაც საუბარს აზრი აქვს არის ნაწილი რაღაცა შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ საერთო მიზანი რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდეთ და ამ მიზანში ხარ საერთო, ამიტომ მათ დარწმუნებას ეხა სიმართლე რო გითხრას, როგორი კარგი პოლიტიკური პარტია ვარ მე და ჩემ ბრძოლის გზას რაღაც იმაში არ მივყავართ კოლაბორაციაში, როგორც თვითონ წერენ ხოლმე რა. აი მის არის ადამიანების ნაწილი, რომელთან ამათთან საუბარს აზრი არ აქვს. ამიტომ ვისთანაც საუბარს აზრი აქვს, რა თქმა უნდა გვაქვს საუბარი. ანუ ამაზე პრობლემა არ არის, ანუ ვიღაცასთან საუბარში კი არ არის პრობლემა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც აი რა ვიცი, ბოლო 2 წლის განმავლობაში აი ჯიუტად მიიჩნევენ, რომ აი ბოიკოტის გზა, რაღაცა დაპირისპირების გზა, რადიკალიზაციის გზა, 4 ოქტომბრის გზა, სწორი გზა, რომლებმაც მე მიატოვეს ფაქტობრივად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეში სხედან და ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობას არ იღებს არც ნაციონალური მოძრაობა, არც სხვა პარტიები, რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებთან რა აზრი აქვს საუბარს. აი მე რო გითხრათ, რომ ეხა ადამიანები, რომლებიც აწყობდნენ 4 ოქტომბრის რაღაც ფეიქ რევოლუციას და არ ნანობენ ამას, ბოდიშს არ უხდიან საკუთარ მოქალაქეებს და რა მოხდა რეალურად იქ არ ლაპარაკობენ ამ ყველაფერს. ამ ადამიანებთან საუბარს რა აზრი აქვს? ღალატა, რაღაცა არ გამოვიდა. არა, ვიღაცამ რას ქვია, კაცო, ანუ ამხელა სიგიჟე მოხდა ქვეყანაში. მაშინ რა იყო ბერდი? ეს იყო თავიდან ბოლომდე გიორგი გახარიამ თქვა რამდენიმე კვირით ადრე. ეს სცენარი არის დაალაგებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და პარტიის ოფისში. არაო 4 ოქტომბერი აუცილებლად დაიწყება და დამთავრდება. სულთან იყვნენ გარიგებულები პაადაბულაზე მურთაზ. არა, ამას არ ვიცი. შეიძლება ვიღაცა სულელია და პროვოკაციას ახვა, მაგრამ ნათლად ეკითხებოდა ეს ანა, რომ ეს ფეიკი იყო თავიდან ბოლომდე, ეს იყო სიცრუე. არ შეიძლება და 4 ოქტომბერს რაღაცა დაეწყოთ ამ ადამიანებს და დაემთავრებინათ. შეუძლებელი იყო ეს. იმიტომ რომ ასეთი სისტემაა დღეს, გვინდა თუ არ მოგწონს თუ არ მოგწონს, რა თქმა უნდა ხელისუფლება სუსტია, მაგრამ იმდენად სუსტი არ არის, რომ ესე ჩამოეშალა პაატა ბურჭულაძეს. ეს ხო რეალურია. შეიყვანეს ეს ადამიანები ხო შეცდომაში, ვიღაცა ჩაუნერგეს, ვიღაცამ დაარწმუნა ეს ადამიანები, რომ ჩამოშლილი იყო სისტემა. იქ ვიღაცა ერთვებოდა იქიდან, საუბრობდა რომ პოლიცია გადმოვიდა, რაღაცა ატოვეს განცხადებები, იქ ვითომ კარებს გაუღებდა ვიღაცა ჭიშკარს მოუნგრევდა, ვიღაცა თურმე იქ კამერას დააფარებდა. აი ამ სიგიჟეში გვაცხოვრეს. და თქვენ გახსოვთ ხო ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იძახდნენ რომ 4 ოქტომბერსო სასეირნოდ არ მოვიდესო არავინო. ჩვენ ვიწყებთო და ვამთავრებთო. და აი ამ ღონისძიებაზე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც იძახდნენ რომ არჩევნებში არ შევალთო, ჩვენო არჩევნებში მონაწილეობა, სად შედიხართო რა არჩევნებშიო, კაცო. ესო არჩევნებიაო? სად მიდიხართ? ხო გეუბნებოდნენ ეს ადამიანები. რატომ გაჯობეს? თუნდაც ნაცმოძრაობის რატომ გაჯობეს მაშინ? რატომ გაჯობეს? აი რევოლუციონერებმა ესე ვთქვათ, აი მშვიდობიან გამყოფის ძალიან მარტივად. რატომ გაჯობეს და რატომ მაჩვენეთ ყველაზე ცუდი შედეგი რაც არჩევნებში გიჩვენებიათ? იმიტომ რომ მეინსტრიმ აზრი იყო ეს, მათ შორის პოლიტიკური ამინდი დღისასრიგი ტელევიზიებში რაც იქნებოდა მეინსტრიმ აზრი. არა, მეინსტრიმი იყო ეს. აი რო გითხრათ ეხა გულწრფელად რა ვიცი, პოლიტიკური დღისასრიგი რაღაცა ტელევიზიის თავიდან ბოლომდე 80% იყო იმისი, რომ 4 ოქტომბერს რაღაც ხდებოდა. გადახედეთ თუ გინდა ტელევიზიების ნაწილს ამოვიღოთ თუ გინდათ და 20% იყო რომ თითქოს რაღაც ჩატარდა. თქვენ არ გეხებათ ეს რა თქმა უნდა. პირველსაც ვერ ვიცი. პირიქით ჩვენ არჩევნების გამო გვაკრიტიკებდნენ.
აკრიტიკებდა. ანუ მეინსტრიმი აზრი იყო ის, რომ 4 ოქტომბერს რაღაცა იწყებოდა და მთავრდებოდა. არ იყო ესე? ხო იყო ესე. ხო გვარწმუნებდნენ ადამიანები, სხვადასხვა ადამიანები, რავი, ჟურნალისტები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, რა ვიცი, ისე დროშების რევოლუცია. აი აქ დროშებით ისხდნენ, ანუ წარმოიდგინე, ტელევიზიებში ისხდნენ და დროშების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ. ანუ რა სიგიჟე ტრიალებდა ქვეყანაში. და ამ სიგიჟემ გაიმარჯვა საღაზრზე. ესეა რეალობა. და ეხლა ჩვენ რეალობას თუ არ გვინდა თვალი გაუსწოროთ და არ თქვათ რომ ეს სიგიჟე იყო და სწორი გზა არის თანმიმდევრული ნელი ნაბიჯებით სიარული და დასრულება ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც გარდაუვალი პროცესია. პოლიტიკური და ისტორიული ლოგიკაა, რომ აუცილებლად დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმი. აი ამის დაცვად ეხლა საუბარი იმაზე, რომ აი არჩევნებში შევალ და იქაც ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა მეგობრებო. ან ერთი გზა ავირჩიოთ, ან მეორე გზა ავირჩიოთ და ისე ნუ იზამთ კიდე ერთი ბოიკოტი გამოვუცხადოთ არჩევნებს და საკონცეო უმრავლესობა ჩაუგდოთ ისე როგორც მთელი მუნიციპალიტეტების ძალაუფლება საკუთარი ამ ხარდამჭერების გაყიდვით ფაქტობრივად გადაულოცეთ ივანიშვილს. ეს იყო რეალობა თუ გეტყვით. მადლობა ბერდია სიჭინავა იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ახლა გვაქვს მცირე სარეკლამო პაუზის დრო, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.